ჩვენ 26 პირს შევხვდით და აქედან თითქმის ყველა საუბრობს, რომ სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღო. 5-მა განსაკუთრებით მძიმე, იმიტომ რომ მათი ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. ძირითადად თავის არეში და ეს არის იგივე ტენდენცია, რაც იყო დეკემბერში და ნოემბერში, მაშინაც როგორც იცით, ჩატარდა სპეციალური კვლევა მათ შორის ამ დაზიანებების გამო საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს და ეს ტენდენცია დაინახეს, რომ ძირითადად სახის არეში ურტყამენ, რაც არის იგივე მეთოდი, რაც მათ შორის ხდებოდა ბელორუსში აქციის დარბევის დროს. მე შევხვდი სამ დაკავებულს, 3-დან 2 არის საკმაოდ მძიმედ ნაცემი, აღენიშნება დაზიანებები, მაგალითად ბადრი გრიგარაშვილის პირდაპირ სახეზე აქვს მიყენებული დაზიანებები და მითხრა საუბრისას, რომ სპეციალურად მირტყავდნენ სახეში, ცხვირზე და თვალის არეში აქვს დაზიანებები, სილურჯეები და აცხადებს, რომ მინივენში, პოლიციის მინივენში, სადაც ძალადობდნენ, ერთ-ერთმა ადამიანმა, ვინც ძალადობდა მასზე, უთხრა ესეთი რაღაც, რომ გაგიმართლა თუ აქ კამერებია ბევრი და ამიტომ ეხლა შევწყვეტ ძალადობასო და ჩავიდნენ მინივენიდან. ეს კამერები უარყოფილი იყო და უფრო ისეთ ადგილას ყოფილი იყო მინივენი გაჩერებული, როგორც ჩანს, უფრო მეთხანს გაგრძელდებოდა და ბევრად უფრო მძიმე დაზიანებებს მიაყენებდნენ. ასევე არიან სხვებიც, ანუ ბევრი დაზიანებულია ძალიან. ჩვენ მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს ამ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის, რა თქმა უნდა გამოიყოს ზვიად ხარაზიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საჭიროება, რადგან ის უშუალოდ მონაწილეობდა ძალადობაში და ამასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი კადრები. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ხშირად საგამოძიებო უწყებები საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ პოლიციელებს აქვთ ისეთი ჩაცმულობა, უკეთიათ ნიღაბი და მათი ამოცნობა ვერ ხერხდება, თუმცა ის კადრები, რომელიც გავრცელდა, იდენტიფიცირებას ახდენს კონკრეტული პირებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში. ამიტომ მათი სისხლის სამართლებრივი დევნა აუცილებლად უნდა დაიწყოს.